მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ჩვენ გადავწყვიტეთ, ჩვენ ვართ ისტორიკოსები, გოგა გაგნიძე, კოჩა საითიძე. ვფიქრობთ, რომ დრო დადგა დრო, როდესაც ერთგვარად გავაანალიზოთ სიტუაცია, რომელშიდაც აი ამჟამად ჩვენ აღმოჩნდით 2024 წლის მიწურულს და გარკვეულწილად გვერდიდან შევხედოთ მოვლენებს იმ თვალსაზრისით, რომ ყველა ის პროცესი, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, ვაჩვენოთ, რომ ეს არ არის დღეს დაწყებული და ეს არის რაღაცა საერთო ისტორიის, საერთო სურათის ერთგვარი კულმინაციური მომენტი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომლის ანალოგი ამ ჩვენი აზრით და შევეცდებით, რომ თქვენც გაჩვენოთ, ძვირფასო მეგობრებო, ეს რომ არ არის პრაქტიკულად არ გქონია აქამდე, მსოფლიო ისტორიაში ყოფილა, ჩვენთან ეს არის სრულიად უნიკალური სიტუაცია და სწორედ ამის ჩვენების ცდილობა გვექნება თქვენთვის, განსაკუთრებით საზოგადოების ნებისმიერი ფენისთვის იქნება ეს საინტერესო, განსაკუთრებით ახალგაზრდობისთვის, ჩემი აზრით უნდა იყოს ეს ძალიან საინტერესო მომენტები აქ, რაზედაც ჩვენ ვისაუბრებთ. იმ კუთხით, რომ მათი როლი სრულებით განსაკუთრებულია ამ პროცესებში და ჩვენ შევეცდებით აი გოგასთან ერთად, რომ აი ეს სურათი გაჩვენოთ, დაგანახოთ. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვისაუბრებთ ერთგვარად სხვადასხვა ასე ვთქვათ ისტორიულ პერიოდზე მიმოხილვითი ხასიათის. ეხლა რა თქმა უნდა არ იქნება აქ სიღრმისეული საუბარი, შეუძლებელიც არის ამ ფორმატში და ამას სემესტრები, ლექციების კურსის დროს სემესტრები და წლები ჭირდება, მაგრამ აი მიმოხილვითი ხასიათის, რომელიც რა ძირითადი ასე ვთქვათ პრიორიტეტები იყო სხვადასხვა ეტაპზე საქართველოს ისტორიის, როგორც ეროვნული კუთხით, ასე ვთქვათ, ასევე რელიგიური, სოციალური ერთი შეხედვით სხვადასხვა მიმართულებებზე ვის გვექნება საუბარი, სხვადასხვა პლასტებზე, რომელიც იქნება როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე უცხოეთის ქვეყნებისთანაც, დასავლური სამყარო, აღმოსავლური, ოღონდ წინასწარ ვიტყვით ბარემ, ვიტყვი, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ყველაფერს შევკრავთ ბოლოს ერთად. ყველა მოვლენა მოიყრის ერთ წერტილში თავს და ეს წერტილი იქნება საქართველოს ქალაქები, თბილისი, რუსთაველის გამზირი, ის საპროტესტო აქციები, ის საპროტესტო მუხტი, რომელიც საქართველოსია, ეს ყველაფერი ბოლოს ერთად მოიყრის თავს. და რასაკვირველია, უპირველეს ყოვლისა საჭირო არის აი მიმოვიხილოთ, საიდან იწყება ეს ყველაფერი და აუცილებელია დავინახოთ ჩვენის განვითარების საერთო სურათი. რა ქონდა ყოველთვის პრიორიტეტად დასახული? იყო თუ არა ეს პრიორიტეტი ქართული სამყაროსთვის, აი დასავლური ცივილიზაციისკენ სწრაფვა. აი ეს არის აუცილებლად კარგად ასახსნელი, დასანახი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ჩანს თუ არა ეს. აი ამაზე გვექნება საუბარი, თვითონ მეგობრებო, გოგა, მოგესალმები. მოგესალმებით. აი ვისაუბროთ ამ თემებზე. რას ფიქრობ, უპირველეს ყოვლისა ის ჩვენი სწრაფვა დასავლური ცივილიზაციისკენ, დასავლეთისკენ, ისტორიული სწრაფვა. ალბათ ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ალბათ ხომ, ჯერ კიდევ. დიახ, მოგესალმებით, მოხარული ვარ, რომ აქ ვარ, კოჩას გვერდით და გვაქვს საშუალება ჩვენი დიალოგის მეშვეობით უფრო მეტი ნათელი მოეფინოს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე იმ ეპოქათა განხილვით, რომლებსაც ჩვენ შევეხებით, გაგვიადვილდეს მომავლის დანახვაც. კოჩა, გეთანხმები, პირველ რიგში ალბათ მნიშვნელოვანია სიღრმეში წავიდე, ჩვენი ისტორიის სიღრმეში და იქ ვეძებოთ გასაღები დღევანდელი მდგომარეობისა და რა თქმა უნდა ანტიკური ეპოქა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეგრეთ წოდებული მედიტერანული და წინა ქრისტიანული ეპოქა, სადაც ძალიან წირია ინფორმაცია, მაგრამ მაინც შეიძლება მკაფიოდ დანახვა ჩვენი ქვეყნის წინა პერიოდის ქართველური ტომების სწრაფვა საით იყო მიმართული. მე მგონი ეს იყო. რასაკვირველია გოგა, ხლა ბუნებრივია ახლა მიზანი კიდევ ერთხელ რომ აღვნიშნოთ საგანგებოდ, ეს ცნობილი ფრაზა ლაიბნიცის, რომ აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა. აი ჩვენი საუბრის მიზანი სწორედ ეს არის, რომ
აი იმ წარსულიდან ამოდის ყოველივე ეხლა ყველა სიტუაცია რომელიც ახლა ხდება და აი სწორედ იგივე წირი ერთი შეხედვით მაგრამ მასალა საკმარისია იმ კუთხით რომ დავინახოთ რომ საქართველოს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია იგივე ჯერ კიდევ გაქრისტიანებამდე საერთაშორისო მისია, საერთაშორისო ფუნქცია ეს იყო აბრეშუმის გზაზე მდებარეობა. ჩვენი ყველაზე ადრინდელი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები დიაოხი, კოლხას, ასე შემდეგ და შემდეგ უკვე ანტიკური ხანის კოლხეთი ეს იყო ძალიან მკაფიოდ დასავლურ სამყაროზე მიბმული ქვეყანა. კოლხეთი ძველი, კერძოდ ეს ბერძნულ სამყაროზე. ანუ როდესაც ჩამოყალიბდა აბრეშუმის გზა და ეს მთელი სოფლიო იმდროინდელი სამყარო მიება აი ამ მნიშვნელოვან გზას, ეს გზა ჩვენს სიახლოვეს გადიოდა. მთავარი ფაქტორი იმდროინდელი საერთაშორისო ურთიერთობების, როგორც სავაჭრო, ასევე პოლიტიკური, ამ გზაზე ცდილობდა გაბატონებას იმდროინდელი დიდი იმპერიებიც და ჩვენც აი ამ აქ ვიყავით ახლოში, იქვე მდებარეობდით და ბერძნული კოლონიზაცია, დიდი ბერძნული კოლონიზაცია, რომელიც მიმდინარეობდა სწორედ ანტიკურ ეპოქაში ძალიან თვალსაჩინო მაგალითი ამ კუთხით ჩვენ მქონდა მათთან შემხებლობა ყოველთვის იგივე მათი კოლონიები ახალშენები რომლებიც აქ არსდებოდა ფაზისიდან დაწყებული დიოსკურიათი დამთავრებული ზღვის პირას შავი ზღვის პირას შესაბამისად ამ კუთხით ჩვენ მქონდა მუდმივი კონტაქტი კომუნიკაცია იმ დროინდელ დასავლურ სამყაროსთან თუმცა აღმოსავლურთანაც აი ეს ჭიდილი მუდმივად იყო დასავლურ და აღმოსავლურ დასავლური სამყარო იგივე ბერძნული სამყარო ჩვენ როგორც ვიცით მე-6 საუკუნიდან გოგა ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნიდან ჩამოყალიბდა იქ სხვადასხვა ფორმები მმართველობის მათ შორის დემოკრატია ათენური დემოკრატია რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა მსოფლიოს და მსოფლიოს განვითარებაში და თანამედროვე სამყარო დიდწილად დემოკრატიული სამყარო მას ეფუძნება აი ამასთან ჩვენ მქონდა შემხებლობა ჩვენ ვიცოდით ამის შესახებ რასაკვირველია ფორმების შესახებ და ჩვენ ასევე ვიცოდით რომ ჩვენ მეორე მხრიდან აღმოსავლეთის მხრიდან და ამ შემთხვევაში აღმოსავლეთ საქართველოსთან უფრო კავშირში ქონდა მეორე სამყაროც ასევე ძალიან დიდი ცივილიზაცია დიდი კულტურა იგივე აქემენიანთა ირანის სადაც ერთმართველობა იყო ანუ ჭიდილი განსხვავებული აი ეს ჭიდილი ასე ვთქვათ მმართველობის ფორმებს შორის და ამას ჩვენ ვიძენდით ამას ვფიქრობდით ყოველთვის ეს კონდე ჩვენ თვალწინ იყო რო იტყვიან შემხებლობა გქონდა და გქონდა მე არჩევანი ფასეულობით არჩევანის წინაშე ვიდექით და როგორც ახლა დღეს რო მაგას ვიძახი და აი აქედან გამომდინარე აი ამას ჩვენ ვიძენდით და ჩვენ რა გქონდა ფუნქცია ერთი ფუნქცია მაშინ რაც საერთაშორისო იმიტომ რომ ნებისმიერ ქვეყანას მეგობრებო თუ არა აქვს საერთაშორისო ფუნქცია ისე ვერ განვითარდება გამორიცხულია საერთაშორისო მისია ფუნქცია უნდა გქონდეს და იმ ეტაპზე როდესაც აბრეშუმის გზა არსებობდა ეს ჩვენი ფუნქცია იყო უპირველეს ყოვლისა ამ გზაზე მდებარეობა ერთი მხრივ და ეს სატრანზიტო გზაზე და შეძენა ყოველივე იმის აბრეშუმის გზა შევახსენებ მაინც ვინც შედარებით შეიძლება ნაკლებად ერკვეოს ეს იყო გზა რომელიც ტრასა რომელიც მოდიოდა საერთაშორისო ტრასა რომელიც იწყებოდა ინდოეთ-ჩინეთიდან და მოჰქონდა აბრეშუმი სანელებლები ოქრო ვერცხლი და ასე შემდეგ თვალმარგალიტი და ევროპიდან და აქედან აქ დასავლური სამყაროდან იქით მიდიოდა ეს გზა გადიოდა ჩვენი ქვეყნის სამხრეთით და ჩვენთან ქონდა პირდაპირ კავშირი. ეს ერთი ფუნქცია ქონდა ის რომ სატრანზიტო ქვეყანა ვიყავით. და მეორე გემახსოვრება ეს არის რომ დაგვეცვა ჩრდილო კავკასიიდან კარიბჭეს დარიალის ხეობა თუ სხვა განსაკუთრებით დარიალის ხეობიდან ჩრდილო კავკასიიდან გადმომავალი მომთაბარე ტომები რომლებიც ამ გზას აფერხებდნენ.